ბათუმის ცვილის ფიგურების მუზეუმის ძარცვასთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია, აცხადებენ აჭარის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროში. Როგორც ცნობილია, მუზეუმს უკვე ერთი თვეა დავალიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამიტომ ძარცვის მომენტში ობიექტზე სიგნალიზაცია გათიშული იყო. განათლების მინისტრის მოადგილე ლადომ გალობლიშვილი აცხადებს, რომ პასუხისმგებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც კანონმდებლობის დონეზე არ არის განსაზღვრული, რომ ჩვენ უნდა შეგვითანხმოს, ვთქვათ, იქ დარაჯი და ასეთი ტექნიკური საკითხებია, შუქის გადახდის პროცედურები და ასე შემდეგ. ამას ზოგადად საჯარო სამართლის იურიდიული პირი აკეთებს საკუთარი პასუხისმგებლობით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ელექტროენერგიის ქვითარი მითითებულ მისამართზე მხოლოდ დღეს მიიღეს. ენერგოკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გენო სურმავაკი აცხადებს, რომ სააგენტოს ქვითარი ოქტომბრის 10 რიცხვამდე ჩაბარდა. სად არის მომიტანოს ქვითარი, სად არის გაფორმებული, რომ მოიტანეს დღეს, რომელიც თქვენ განახეთ. ჩვენ მიმართული გვაქვს ორჯერ წერილობით გვაქვს მიმართული, რომ მოიტანათ ქვითარი. ესე იგი, ანის ტყუის ან მე გიმტკიცებ, რომ განახეთ დოკუმენტი, რომ მიწერილი გვაქვს, რომ გამოეგზავნათ ამ მისამართზე ქვითარი. გადამისამართება მოხდება დეკემბრის თვეში, ისინი დეკემბრის თვეში მიიღებენ იმ მისამართზე წერილს პასუხს, რომელზედაც მოითხოვენ, რაც შეეხება იმას, რომ ეს წერილი არ მიუვიდათ მათ, ადმიუვიდათ ქვითარი, ესეც არ არის სწორი, საიდან დღეს აცხადებენ, რომ მოვიდა წერილიო, რაფერ მოუვიდოდა წერილი, თუ არ იქნა სწორად ნაჩვენები მისამართი. სააგენტოს მუზეუმის შესანახად ფინანსები არ გააჩნია, აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი. ბიძინა აფხაზავას თქმით, ერთ-ერთ კომპანიასთან მუზეუმის გასხვისების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა შენობა, სადაც მუზეუმია განთავსებული არქიტექტორთა კავშირის ბალანსია, რაც გასხვისების პროცესს აჭიანურებს. დიდი ხანია ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მაგრამ აქ შეგვაფერხა ისევ შენობის საკითხი. იმიტომ ჩვენ ვერ გავასხვისებდით შენობას, რომელიც ჩვენი არ იყო. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ არქიტექტორთა კავშირთან მოლაპარაკებები უკვე დასრულების ეტაპზეა. არქიტექტორთა კავშირში კი ამბობენ, რომ მერიასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პუნქტზე შეთანხმება ვერ ხერხდება. არქიტექტორთა კავშირთან გაფორმებულია წინარე ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ცვილის ფიგურების შენობა უნდა გადმოეცა ქალაქ ბათუმის მერიისათვის, ხოლო ქალაქ ბათუმის მერია სანაცვლოდ გადასცემდა გარკვეული რაოდენობის ფართებს. პრობლემა არის გარკვეულ ფართთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ ალბათ მივაღწევთ შეთანხმებას. ჩვენ ახალმშენებარე კორპუსში პირველ, მეორე, მესამე სართულებზე გამოგვეცემოდა ფართი და ეს შენობა გათავისუფლებოდა მუზეუმის მოსაწყობად. ცვილის ფიგურების მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისათვის აჭარის ბიუჯეტიდან 704.900 ლარი, ფიგურების დასამზადებლად კი 290.400 ლარი დაიხარჯა.